გაათავისუფლეთ ახმედ ჩატაევი ამოთხოვნით ქისტები თბილისში ჩამოვიდნენ. ბანკის მოსახლეობის ნაწილს უკვე შეხვდა იუსტიციის მინისტრი. თია წულუკიანი ქისტებს დაჰპირდა, რომ პატიმრის რუსეთში ექსტრადირება არ მოხდება. საქმის გამოძიება კი ობიექტურად წარიმართება. ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი გადარჩენილი მოწმე მეოთხე თვეა გლდანის ციხეში იხდის სასჯელს. აგვისტოში ჩატარებული ოპერაციის შუამავალი ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. თუმცა საქმეში ფიგურირებს მესაზღვრე, რომელიც ამტკიცებს, რომ თავის დროზე ჩატაევის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს. მოწმეების გამოუცხადებლობის გამო ჩატაევის სასამართლო პროცესი უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას პანკისელები დღეს თბილისში ითხოვდნენ. ქისტები იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას ჩატაევის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. უდანაშაულო კაცი უნდა იჯდეს ციხეში. ინვალიდია, ფეხი არ აქვს, ხელი არ აქვს, რა ვიცი კიდე. გამოუშვით ხოვთ, შეეწალეთ და განთვალისწინეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოთხოვნები დუისელებმა იუსტიციის მინისტრს პირადად გააცნეს. ჩატაევის საქმის სამართლიანი გამოძიება და რუსეთში ექსტრადაციაზე უარი. აქციის მონაწილეებთან ერთად ეს საკითხები იუსტიციის მინისტრ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ბექა ხანგოშვილმაც გააცნო. უმთავრესი არის ის, რომ ახმედ ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნაზე დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მე ვთქვი უარი, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ამ პირობა მოგცა, რომ ის პროკურორი არის ძალიან კომპეტენტური და ნამდვილად გამოძიება იქნება ობიექტური და ამ ადამიანის განთავისუფლება მისი უდანაშაულობის შემთხვევაში ნამდვილად მოხდება. დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სპეცსამსახურების თხოვნით ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ პირებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. სპეცოპერაციის დროს იგი ფეხში დაიჭრა. ხეობაში ათდღიანი მიმალვის შემდეგ კი ჭრილობის გართულების გამო მესაზღვრეებს ჩაბარდა. როცა ადამიანი გეხმარება, გვერდში გიდგას და ამის შემდეგ კიდე აკავებდა, კიდე მაგისგან რა ვიცი, დღემდე წარმოუდგენელია. პროკურატურა ახმედ ჩატაევის საქმესთან ერთად მის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებსაც იძიებს. სამი მესაზღვრე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ჩვენებები მათ იძულებით დააწერინეს. ჩვენ ყველა მასალა გულდასმით შევისწავლეთ და პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე. წინასწარ არ გაუსწრებ მოვლენებს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იქნებით ობიექტურნი და ის პოზიცია, რაც დაფიქსირდება სასამართლო პროცესზე, არ დაუტოვებს კითხვას არავის. ჩატაევის ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისათვის ედება. მისი სასამართლო პროცესი ერთი კვირის განმავლობაში მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო ორჯერ გადაიდო. მომდევნო პროცესი საქალაქო სასამართლოში 6 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.